მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 5 თებერვალია, ოთხშაბათი, ეთერში ერთსოლნების დილა და გეგინემ სიწვერძე და სოფიო კუჭავა ვიმუშავებთ დღეს პირდაპირ ეთერში თქვენთვის თუ ვინ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რა თემებზე ვისაუბრებთ, ამას ოდნავ მოგვიადებით შემოგთავაზებთ. დილა მშვიდობისა, ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ტრადიციულად საინტერესო გადაცემას შემოგთავაზებთ. ნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი, გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 5 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და საეკლესიო კალენდრის შემდეგ გადაცემის ანონსით დაგიბრუნდებით სტუდიაში. თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე კლიმენტის, ანკვირელ ეპისკოპოსს და წმინდა მოწამე აგათანგელოს, ღირს მავსიმე ასურს, ღირს სალამი მდუმარეს, წმინდა პავლინე მოწყალეს, მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს, პირველი სტუმარი იქნება დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ ღვთის შიშისა და ღვთის სიყვარულის შესახებ. დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 8 თებერვალს იმართება ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის საკენსა სადაც აღევლინება პარაკლისი. საზეიმო მსვლელობის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლისა და ორგანიზაცია დავითიანის შესახებ გვესაუბრება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის განათლებისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი ბერაცე. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს დედაქალაქსა და სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 8 თებერვალს 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან 24 სკოლიდან სამების ტაძრამდე, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ერთად აღნიშნოთ დავითობა საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი. დიდია ღვაწლი დავით აღმაშენებელისა, მაგრამ ეს სიძლიერე მიანიჭა მას უფალმა. შემოგვიერთდით საქართველოს საპატრიარქო, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი. დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად, შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. დილა მშვიდობისა მამა ირაკლი, დიდი მადლობა. მშვიდობიან დღეს და მშვიდობიან კვირას უსურვებს. გაიხარით, დიდი მადლობა. საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენს გადაცემაში, ღვთის შიშისა და ღვთის სიყვარულის შესახებ და საინტერესო იქნება ალბათ პირველ რიგში ავხსნათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, ბუნებრივია. ხშირად არ გვესმის ხოლმე სწორად რას ნიშნავს ეს სიტყვები. რომ განვმარტოთ ღვთის შიში და ღვთის სიყვარული რას მოიცავს თავის თავში და როგორი ურთიერთმემართებაა ამ სიტყვებს და ტერმინებს შორის.
ხო, ერთი შეხედვით წესით რაშვაში არის შიში სიყვარულთან, ხო? ერთი ჩვენ ვთქვათ ადამიანები, რომლებიც ეკლესიის შვილებად მივიჩნევთ საკუთარ თავს, რომლებმაც გადაწყვიტეთ, რომ ჩვენი ცხოვრება დედა ეკლესიას დაუკავშიროთ და თქვათ ვიცხოვროთ იმ კანონებით, რომელიც თქვათ ჩვენმა მასხორმა იესო ქრისტემ დაგვიწესა. ერთი შეხედვით ყველანი მოწოდებული ვართ აი ამ სიყვარულისაგან, ხო? პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თელს ჟულში, თელი ჟული რო თქვათ შევამციროთ, ორ ცნებამდე დაიყვანება ცნება ღვთის სიყვარულისა და მოყვაზის სიყვარულის ცნებამდე. და იდეაში ადამიანი სწორედ აი ამისათვის არის შექმნილი, სიყვარულისათვის არის შექმნილი, თვითონ სიყვარულის აქტი არის, იმიტომ რომ ღმერთმა როგორც მიზეზზე ეკლესიის მამები განმარტავენ მიზეზს თუ რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, ერთადერთი მიზეზი არსებობს, ეს არის სიყვარული. ჩვენ ვართ სიყვარულის ღმერთში არსებული სიყვარულის შედეგები და ადამიანის მოწოდებულია ამ სიყვარულისათვის. აი ამ სიყვარულს გრძნობდა ადამიანი, როდესაც სამოთხეში იყო და ნეტარებდა აი ამ სამოთხისეული მდგომარეობით, ღმერთთან ურთიერთობით და მას არ ქონდა არანაირი პრობლემა სამოთხეში, ხო? მაგრამ დავკარგეთ ეს ყველაფერი. პირველი საოცარი სიტყვები წერია წმინდა წერილში, როდესაც ღმერთი აფრთხილებს ადამიანს, რომ მან მცნება არ უნდა დაარღვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორმაგი სიკვდილით მოკვდება, ანუ სიკვდილით მოკვდები, უბრალოდ კი არ მოკვდები, სიკვდილით მოკვდები. ეკლესიის მამები განმარტავენ, რომ როგორც კი ადამიანმა მცნება დაარღვია, სულიერი სიკვდილი იქვე განიცადა, იმიტომ რომ მისი შინაგანი ღმერთს დაშორდა. მაგრამ აი ფიზიკური გარდაცვალებით მის ცხოვრებაში 900 წლის მერე დადგა, ხო? და აი ეს სულიერი სიკვდილის ერთ-ერთი გამოვლინება ის სწორედ იყო ეს იყო შიში. შიში დაშისა, შიში თქვათ შემოქმედის ის ვის წინაშე მანამდე თქვათ სიყვარულით ურთიერთობდა აი ეს გახდა ის ღმერთი გახდა უკვე შიშის ობიექტი და ჩვენ როგორც აი ადამიანის მემკვიდრეები ჩვენ თავში ვატარებთ აი ამ დაცემულობას ანუ ერთი შეხედვით იდეაში ჩვენ ყველანი სიყვარულისთვის ვართ მოწოდებული მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენ შინაგან სამყაროს ხო აი და ობიექტურები ვიქნებით ხო აღმოჩენთ რომ აი კი გვინდა რომ გქონდეს ეს სიყვარული ღმერთის მოვოდით გავაცნობიერეთ რომ თქვა ღმერთმა ჩვენი გულისათვის ყველაფერი გააკეთა არ მეგვატოვა მიუხედავად თქვა იმისა რომ ჩვენ კაცობრიობას ცოდავ და კაცობრიობა ღმერთს მოშორდა ღმერთს არც ერთ კაცობრიობის ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ისტორიის არც ერთ ეტაპზე სამყარო არ მიუტოვებია თავის უზრუნველობის გარეშე ეს საოცრად აქ ვინც აი ბასილი დიდის მსახურებას ესწრება ხოლმე მოძღვარი აი ბასილი დიდის მსახურებაში თავად ბასილი დიდს აქვს საოცრად გამოთქმული ღვთის ღმერთისადმი სწორედ ეს მადლიერების გზნობა რომ აი ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ვცოდეთ არსად არ მიგვატოვე და საბოლოო ჯამში შენი ხოლოჩობილი ძის მეშვეობით გვეზრახი ანუ გვესაუბრე და გვიჩვენე გზა მარადიული სიხარულის და აი ეს სიყვარულით წესი და აი სიყვარული და გქონდეს ღმერთმა ყველაფერი გვაჩვენა გვინდა რომ გქონდეს მაგრამ აღმოჩნდა თუ ობიექტურები ვიქნებით რომ სიყვარულის ნასახი ჩვენ გულში არ არის ღვთის სიყვარულის და როდესაც ახლა ვეკითხები ხოლმე ადამიანის თქვა და პრობოდია ჩვენ და თქვა დაახსარებაზე თქვა ან სასაუბროთ ხო და კითხვას დაუსვამ რომ აბა აი თქვა ადამიანი იწყებს ახსარებას თქვა და შინაგ რომ თქვა ამპარტავანი ვარ ან რაღაცა თქვა მიწიერს მიედ მოედება თქვა თუ სადღაც მარხვა დაერღვა შემთხვევით და ოთხშაბათ პარასკევის მარხვა არ გაახსენა რომ თუმე მარხვა იყო მე ვიკითხები რომ ღმერთი ნუ შეიძლება ამაზე პასუხს გთხოვდეს როცა ადამიანი თქვა რაღაცას თქვა თუნდაც უნებურად აკეთებდეს ან ჩვენ საფიქრალი სულ სხვაგან უნდა იყოს სულიერის თქვა რომ რამდენად ჩემმა შინაგანა მოიპოვა ეს სწორედ ეს გრძნობის ეს თავარი მცნება რომ მიყვარდეს ღმერთი მთელი გულით გონებით ძალით და სულით და როცა ვიკითხები თქვა ადამიანს თქვა შევკითხილო ხო თქვა გიყვარს ღმერთი და რა თქმა უნდა პასუხობს რომ მიყვარს და რო კითხვას რო დაუსვამ თქვა რომ აი ისე თუ გიყვარს აი თქვა ეკლესიაში რომ მოდიხარ თქვა ისე გამოვიდე ხარ როგორც თქვა პაიმაზე გაიქცეოდი არა ნაძალადები არის თქვა ლოცვის წიგნს რო აიღებ თქვა და კითხულობ აი ამ ლოცვას რომელიც ვალდებულება არის ხო ჯერ თქვა ჩვენი რომ სულის ურთიერთობა ღმერთის გარეშე ღმერთთან აი ლოცვის გარეშე შეუძლებელი არის თქვა ლოცვის წიგნს რო აიღებ სიყვარულით აკეთებ ამას არა ნაძალადებია აი აქ არის ეს მომენტი რომ თქვა ჩვენ სიყვარული არ აქვს მაგრამ აი რა უნდა გავაკეთოთ ახლა ამისათვის რომ აი ამ სიყვარულამდე მივიდეთ იმიტომ რომ ვალდებულება გვაქვს და აი ეკლესიის მამები საგანგებოდ აღნიშნავენ ამას რომ სულიერი ცხოვრება შედგება თავისი ეტაპებისაგან არ არის თქვა რომ ადამიანი ეკლესიაში მოსული თქვა პირდაპირ თქვა
ნაყოფების მომკა დაიწყოს თუ მან რაღაცა არ დათესა. ამ დროს კი ღმერთი სანამ ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას როდესაც შეუდგება, სანამ ახალი ენერგია არის ჯერ კიდევ რაღაცნაირად და ის საოცარ მადლს განაცდებინებს იმისას თუ ვთქვათ რომ რა ელოდება მას მომავალ ცხოვრებაში თუ ის ბოლომდე დაშორება და ეკლესიის მამები ამას უწოდებენ ავანსად მოცემულ მადლს და აი სწორედ დაგიწყება ეს თავარი თემა რასაც ჩვენ საუბრის დასაწყისში შევხედეთ რომ ეს არის შიში ღმერთისა. ეს საოცრება ეს არის რომ აი ბოროტი ძალა არის ძალიან მზაგვარი და ბოროტ მაინც ის რომ ჩვენი შინაგანი მიდრეკილი არის აი რაღაცა სიამეებისაკენ და თუ დააკვირდებით არც ერთი ცოდვა არ არსებობს სიამოვნების გარეშე. აი თქვათ მე თუ სადღაც ღვთაებრივი გამოცადე და მე ღვთაებრივი სადღაც ცხოვრების გზაზე მიმატოვა რომ მე უნდა ვიღვაწო რომ ეს მადლი კვლავ მოვიპოვო აი იქვე ბოროტი ძალა ჩასაფრებულია და ბოროტი ძალა მთავაზობს უკვე სიამოვნებას თქვათ სიამოვნება თქვათ ამ ცოდვისაგან სიამოვნება სხვადასხვა ცოდვისაგან და აი რამ უნდა ხო უჭირს ადამიანს ცოდვებისგან უარესქვა და თქვა უნდა და აი რა არის ის მამოძრავებელი ძალა ის შემაკავებელი ძალა რითაც შეიძლება ადამიანი თქვა და აი ამ ცოდვისგან დაცული აღმოჩნდეს ეკლესიის მამები გვეუბნებიან ეს არის ყველაზე მთავარი რაც ჩვენ საფუძვლად უნდა დავდო ჩვენი ცხოვრების ეს არის ღმერთის შიში და რა შიში არის ეს არის თავდაპირველად ეს არის შიში დაშისა აი მაგალითად ეს ცნობილი ამბავი არის ეფრემ ასურის ცხოვრებიდან რომ ერთი ქალბატონი მის ცდუნებას გადაწყვეტს და ანუ ბოროტისგან შეპყრობილი და არ თავს არანებებს და ბოლო-ბოლო ეს ეფრემი ეუბნება რომ თანახმაო რომ დაყვეო შედნებასო ოღონდ ეს უჯერო საქციელიო ქალაქის თავარ მოედანზე აღოსრულოთ და ეს ქალბატონი ეუბნება როგორ შენ ხალხის არ გსხვენიაო მე არ შეგსხვება ხალხისო და ეფრემი საოცარ პასუხს გასცემს რომ შენ ხალხის გსხვენია და ღმერთის არ გსხვენია რომელიც ყველგან არის და ეს აი ის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდება ეს ამბავი ეს ფაქტი ამ ქალბატონისათვის რომ თვითონაც ცოტა ხანში მე კრიზის სარწმუნოება შეუდგება და ის მომენტი რომ თქვა და აი რაღაცის თქვა არასწორის შედეგად მე შეიძლება დავისაჯო და ეს სასჯელი არ არის თქვა მიწიერი თქვა მე ეს არის სატანჯული მარადიული ხო ჩვენ მარადილობას ვეხები და ის ფიქრი რომ თქვა მე შეიძლება ჩემ არასწორმა მიმიყვანოს ძალიან ცუდ შედეგებამდე ეს ძალიან ბევრი ცოდულისათვის საბოლოო ჯამში გავხდარა აი კათარზისის ანუ შეცვლის მეტამორფოზის საშუალება რომ აი თქვა ადამიანმა თქვა თავისი ცხოვრება შეცვალა სწორედ აი დაშის შიშის გამო აი ეს ვიტყვი კიდე რომ და მამები გვეუბნებიან ხშირად რომ როდესაც აბრაამი შედის აღთქმულ მიწაზე პირველი რაც მან იმ აღთქმულ მიწაზე შეიძინა ან როდესაც ღმერთმა გამოიყვანა ქალდეის ურიდან მიყვავს აი წმინდა მიწაზე პირველი რაც აბრაამმა თავისი ფულით შეიძინა ეს იყო მიწა საფლავისათვის რომ მას უნდა ხსენება ქონოდა გარდაცვალების და აი მომავალი თქვა არასწორი თქვა სატანჯულის რომელიც მის ცხოვრებაში და ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს და ეს სატანჯული ეკლესიის მამები გონებენ ის უნდა იცოდეს ადამიანს თქვა რომ აი რაზე რა ელოდება ადამიანს თუ თქვა მან არასწორად წარმართა თავისი ცხოვრება ეს აუცილებლად გასახსენებელი არის ეს არის ეთუკე ვინმე სამ ცხოვრებაში გამოუცდია დეპრესია აი თქვა და იცის რომ საშინელება დეპრესიული მდგომარეობა როდესაც ადამიანს აღარაფერი ამ ცხოვრებაში არ უხარია აი ვის გამოსადა მე იმისგან ვიცი რომ თქვა აი შეიძლება სხეული უჯიჯგნოს ადამიანს ამ ტკივილმა და ესე ტკივილი ვერ შეედრება იმ ტკივილსაც სულიერი არის აი ჯოჯოხეთისეული ტკივილი არის ერთ-ერთი სწორედ ეს დეპრესია რომელიც აყვავილი არის აი უმაღლეს ხარისხებში პლუს მაგას უიმედობა პლუს ამას ფიქრი იმისა რა დაკარგა ადამიანმა და პლუს მაგას აი ხილვა იმ საზარელი არსებებისა რომლებიც ადამიანის თქვა ფიზიკურად რო შეხედოს ეკლესიის მამებია დემონებზე ჭკუიდან შეიშლებოდა ასე რომ აი ეს შიში რომელიც ადამიანი თქვა ცოდვას გაურბის თქვა რაღაცა შიშის გამო ეს შიში საბოლოო ჯამში გადაიზრდება როცა უკვე იმ მდგომარეობაში რომ ადამიანი ნელა თავს ანთავისუფლებს ბოროტებისაგან. ანუ გული ნელა იწმინდება. აი გაწმენდი გულში ადგილი ჩდება ღმერთისათვის. და სადაც ღმერთი არის შეუძლებელი რომ იქ ადამიანს არ ქონდეს შინაგანი მოსვენება, შინაგანი მადლი, სიხარულით არ იყოს სავსე და აი ამის შემდეგ როდესაც ფას გაიგოს ადამიანი მადლისა, მე უკვე შიში ჩდება მისა რომ ეს მადლი აღარ დაიკარგოს. იმიტომ რომ ახლა როცა ადამიანი თქვა მიეჩობა თქვა სამეფო სუფრიდან საკვების ჭამას, მე მას ბოდიში და ნაგვიდან საჭმლის ამოღება აღარ მოუნდება, იმიტომ რომ მიშოვლია სხვა
ტრაპეზს. ესე არის აი ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, მოკლედ ანუ შიში, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში თქვა ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მეიყვას უკვე ის ღვთის ნამდვილ სიყვარულამდე. და რაღაც ის თქმა უნდა დასაბუთა. მამა ირაკლი, დამეთანხმებით ალბათ რომ ზოგჯერ მშობლები შეცდომას უშვებენ ხოლმე, როდესაც პატარებს აშინებენ, იმით რომ უფალი დაგსჯის თუ მოიტყუები თუ თქვათ არ დამიჯერებ და ასე შემდეგ, ხომ? და ეს რამდენად სწორი არის ამგვარი მიდგომა, როგორ უნდა ვასწავლოთ თან ღვთის შიში და ამავდროულად მივიყვანოთ ღვთის სიყვარულამდე ჩვენი შვილები. იცით, ცოტა რთული საკითხი არის, იმიტომ რომ სულ ვამბობთ ხოლმე რომ მშობლებად ადამიანები არ იბადებიან, მშობლებად ყალიბდებიან, მშობლები ბავშვებთან ერთად იზრდებიან. და ეს დაზღვეული თქვა რომ ვიღაცამ თქვა რაღაც აი ამ ურთიერთობაში შეცდომა დაუშვას არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან კარგი არის რომ თქვა აი ადამიანი გაიაზროს თავის ცხოვრებაში და ბავშვს დავანახოთ ჩვენ რომ თქვა და ეს მაცხოვრებმა ჩვენი გულისათვის რა გააკეთა. ხო ეს არის ყველა ჩვენგანზე მოღებული თქვა სიკეთე. რა თქვა მის ჯვარცმას უკავშირდება. საოცრება არის აი ეს ჩვენ გვაქვს ეს სიტყვა ძვირფასი. და ძვირფასი ორი მნიშვნელობით შეიძლება იხმაროს ადამიანს. ეს არის თქვა რაღაცა რომელიც თქვა ვიღაცა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძვირფას უწოდებთ მას, მაგრამ სხვა მნიშვნელობით ძვირფასი არის თქვა რაღაცა რაც რაშიც თქვა ძალიან ძვირფასი არის გადახდილი და ყველა ჩვენ ძვირად ღირებული, ხო? და ყველა ჩვენგანი აი ამ თვალსაზრისით ვართ ძალიან ძვირფასები, იმიტომ რომ ჩვენს თავისუფლებაში მაცხოვრებმა თავის სისხლის ფასი გადაიხადა და ეს სისხლი ადამიანს თქვა ამ სისხლის ფასი ადამიანს მოეკითხება. ეხლა ყველა ხო ისეთ ყველა ადამიანის საკუთარი შვილებიდან გამომდინარე შეიძლება მსჯელობდეს თქვა რომ თქვა ვინ რა მოახერხა თქვა ჩვენ შვილებთან ურთიერთობაში. ხა მე ვცდილობ ხოლმე რომ ბავშვებს ის შტავაგონო რომ აი ეს დავანახო რომ აი უღმერთოდ ყოფნა ნიშნავს როგორც უჟანგბადოთ იყოს ადამიანი თქვა როგორც თქვა ადამიანი იყოს საკვების გარშემო მე ჩვენ ცხოვრებაში ხო ვაკვირდებით რომ სამი თავარი კომპონენტი არის რაც ჩვენს ფიზიკურ არსებობას განაპირობებს თქვა წყალი, საკვები, ჰაერი ეს საბაზისო და ამის გარდა კიდე რამდენი არის ხო მაგრამ აი უღმერთოდ ყოფნა ნიშნავს რომ შენ ცხოვრებას მოაკვლიო ყველანაირი სიკეთე და როცა ადამიანი მე რას გულწნობ იცი რომ კი რომ ბავშვი კი შეიძლება რაღაცა პერიოდი თქვა მშობლის სიტყვით ურთიერთობს ღმერთთან, მაგრამ მე მას პირადი ურთიერთობა უჩნდება ღმერთთან. ახლა ჩვენ ცხოვრებას რო გადავალოთ, აბა ჩვენ ბავშვობას რო გადავხედავთ, ჩვენს არავის არ უსწავლებია თქვა რომ აბა ღმერთთან უნდა ესე უნდა ილოცო, თქვა რაღაცა უნდა გააკეთო, მაგრამ ვაკვირდებოდი ადამიანი ხო რაღაცას აკვირდება თავის ცხოვრებაში, ხო რაღაცა რო დავაშავე, იქ პრობლემა შეიქმნა. რაღაცა თქვა რომ გამოვასწორე ეს პრობლემაც მოგვარდა და აი ერთი მოძღვარი ხადაგებდა ესეც საოცარ სიტყვას რომ ჩვენ ბავშვებს უნდა აუხსნათ რომ ამ სამყაროში ღმერთმა ჩადო კანონები. ანუ ღმერთი კი არ არის თქვა ჩვენი დამსჯელი, მაგრამ უნდა ღმერთმა ამ სამყაროში ჩადო კანონები. აი თქვა ჩვენ რომ ფიზიკას გვასწავლია, ფიზიკა რა არის ამ ბუნებაში ჩადებული კანონების შესწავლა, ხო რომ თქვა დედამიწას თავის მიზიდულობის ძალა გააჩნია, წყალს თავის ამონგდების ძალა გააჩნია და ასე შემდეგ უამრავი კანონი არის, რომლებიც მეცნიერები ნელ-ნელა თქვა აღმოაჩენენ ხოლმე, ხო? ასევე სულიერ ცხოვრებაში არის თქვა თავისი კანონები ჩადებული, თქვა მაგალითად ეს ამ სულიერი კანონის გამოვლინება რა არის? რასაც გასცემ იგივე დაგიბრუნდება შენ უკან თქვა, რა საწყავლითაც მიუწვოთ, იგივე საწყავლით მოგეწყობა თქვენ. სასჯელი მკაცრი არისო მართვისო, როგორ თქვა იაკობ მოციქულს უწერია სასჯელი მკაცრი არის მათთვის რომელთაც არ აყვან წყალობა. ესე თუ ადამიანი თავად არის უწყალო, მაშინ სასჯელი ადამიანის ცხოვრებაში ღვთის სამჯეროც კაცრი ხდება ადამიანისათვის. ანუ ეს სულიერი კანონები არსებობს ფიზიკური კანონები. ხა მე პატარა ბავშვთან რომ მეწედა ხოლმე ურთიერთობა, ისეთ რაღაცას ვეუბნებოდი რომ თქვა აი მე-16 საუკუნიდან თქვა რაც არ უნდა საუკუნეები შეიცვალოს თქვა და თქვა ჩვენ ვიზახოთ რომ თქვა 21 საუკუნეში ცხოვრობთ რაღაცა მივახცეთ დამოუკიდებლობის რაღაცა სხვა შინაგან მდგომარეობას რომ თქვა ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ყველანაირად დამოუკიდებლები ვართ. სანამ დედამიწა ამ ფორმით იარსებებს მე-16 საუკუნიდან ადამიანი რომ მოინდომეს თქვა ფეხი გამოყოს და იფიქროს რომ თქვა 21 საუკუნიდან ფრენდა შემეძლია დედამიწას მიენარცხება რატო
ამოქმედება დედამიწის მიზიდულობის ძალა და მიიზიდავს ჩვენს ხელს, ხო? ასევე არის თქვა, როცა მე თქვა რაღაცა მცნებას უღარღვევ, ხო? აი ეს კანონი, რომელიც სამყაროში ღმერთმა ჩადო, ეს კანონი ჩემს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და აი ხა რომელი დავით მოსალმონეს წერის საოცარი სიტყვები, რომ ვინ არის კაცი, რომელსაც ნებავს ცხოვრება და უყვარან ხილვა დღენი კეთილნიო, ანუ რომელი თქვენგანია, რომელსაც ცხოვრება უყვარსო და უნდა რომ ცხოვრებაში კეთილი დღეები გქონდეს, რომ პირდაპირ მიანიშნოს რა უნდა გააკეთოს, დააცხრენა შენი ბოროტისაგან, ბაგენი შენი ნუიტყვიან საკვასა, მოიქეს ბოროტისაგან ქმენ კეთილი. ანუ ამის თქმა მინდა რომ აი მე ჩემს შვილებს და ჩემთან იმ პატარებთან რომელთაც მე მიწევდა ურთიერთობას, რომ ამას უხსნედით, რომ აი კანონი, აი ღვთისაგან ჩადებულ კანონებს ადამიანმა ფეხი არ უნდა გადააბიჯოს, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონები ეს ჩვენ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და მგონია რომ რაღაცნაირად მუშაობს ეს დამოკიდებულება. მამა ირაკლი, აი თქვენ საუბრის დასაწყისში ბასილი დიდი და მადლიერება ახსენით და საინტერესო ალბათ ამ კუთხით რომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. რატომღაც ყოველთვის გვიჭირს მადლიერება გამოვხატოთ უფლის მიმართ. ერთ-ერთი მთავარი გამოხატვა ალბათ სიყვარულის და პატივისცემის სწორედ მადლიერება. აი რატომ გვიჭირს დღევანდელ დღეს, ну არ აქვს ალბათ ხომ პერიოდს მნიშვნელობა, რომელიც საუკუნეც არ უნდა ყოფილიყო, ეს ალბათ ყოველთვის არის კაცობრიობის პრობლემა, რომ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება უფლის მიმართ. თუნდაც ყველაზე მთავარი ხომ გათენებული დღისთვის, რომ ყოველ დილით ვიღვიძებთ ვარჩახთელები და შეგვიძლია რომ მივხედოთ ოჯახის წევრებს, არ შემოვყოფებთ ჩვენს ირგვლივ და ამის შემდეგ უთხრათ გადავუხადოთ მადლობა უფალს, რომ ეს დღე გათენდა. რატომ გვიჭირს ეს ადამიანებს? ერთი ადამიანის ისტორია ვიცი, რომ ესე იგი არ უნდა რომ მშობელისთვის რაღაცა ეთხოვა, რომ მე მშობლისგან რაღაცი დავალდებული ყოფილიყო. ანუ თქვათ რომ მისულიყო და ეთხოვა რაღაცა დამეხმარე, მე თქვათ მშობელი რომ რაღაცას თხოვდა, ის არ უნდა რომ ვალდებულება ეგრესო საკუთარ თავში და აი ხშირად რომ ვიფიქრე თქვათ რატო უჭირს თქვათ ადამიანს უმადურობა, ეს ესეც ერთგვარი იმის გამო რომ ადამიანს არ უნდა რომ რაღაცი დავალდებული იყოს ღვთისაგან. მე ვთლაპარაკობ იმ ადამიანს ახლა ვინც თქვათ ამ ცხოვრებაში თვითნებურად თავისი კანონების ცხოვრობს და მას ღმერთი მიაჩნია უბრალოდ თავის ცხოვრებაში სიკეთეების მიღების წყაროთ და დამთავრდა. შენ როცა დამჭირდები, ბოდი ჩემ გვერდით იყავი და როცა აღარ მჭირდები, შენ უღარ შემაწუხებ. მე საოცარი აი ფრაგმენტი არის. მე მიყვარს ხოლმე ხშირად აი დიდ მარხვაში კიდევ ცდილობ ხოლმე კიდე გადავიკითხო ხოლმე დოსტოევსკის აქვს ძემ კარამაზოვებში ერთი პატარა თავი არის, დიდი ინკვიზიტორი ქვია ამ თავს და საოცარი თავი არ მებოლუჩო მაყურებლის თქვა ეს თავი წაიკითხონ. აი ეს არის კაცობრიობის დამოკიდებულება ქრისტესთან. მე რომ რატომ მოხდა, რატო გვაწუხებ ჩვენი კანონები გვა და ჩვენს გარეშე ძალიან კარგად მიგრძნობთ თავს. ეს არის თანამედროვე სამყაროს და დამოკიდებულება ღმერთისადმი, მაგრამ ხა მე ვილაპარაკო სწორედ ამ ადამიანებს, ვისაც ღმერთი აი ამ მის ღმერთი მათთვის არის თავიანთი სურვილების დაკმაყოფილების წყარო და ეხლა ვიც თქვა და ადამიანი რომელმაც გამოსადა რომ ღმერთი უბრალოდ სიცოცხლე არის და საოცარი სიტყვები წერია სახარებაში ვინც ჩემს სის და ხორცს ეზიარებო თავის თავში სიცოცხლეს ატარებსო. ეს არის იოანეს სახარების მე-15 თავი არის, ანუ საკუთარ თავში სიცოცხლეს ატარებთ. ხა სიცოცხლის ტარება ნიშნავს რომ შენ გქონდეს და ყველაფერი რაც ამ სიცოცხლესთან უკავშირდება, ეს ქრისტეს სიცოცხლე თავად ქრისტე არის. და სადაც ქრისტე არის შეუძლებელი იქ სიხარული არ იყოს, იქ ბედნიერება იყოს, იქ იმედი არ იყოს, სიყვარული არ იყოს, ხო? და აი ადამიანი თქვა მე ესეთი ადამიანები თქვა ფიზიკურად ყოველთვის ცდილობენ რომ ღმერთს ემადლიერონ და ნებისმიერი თქვა ჩვენ ეკლესიაში მისვლას რომ აი მადლიერების მსახურების გამოხატულება ხო ჩვენ მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის. მაგრამ აი ამ შემთხვევაში თქვა ადამიანები რომლებიც თქვა თავიანთ თავს მიიჩნევენ რომ ისინი დამოკიდებულები არიან, ცდილობენ რომ თქვა ამ ცხოვრებაში ნაკლებად დავალდებულები იყვნენ ღმერთისაგან, ისინი ყოველთვის ესე არის მადლობას ნაკლებს წირავენ ხოლმე და სამწუხაროდ ესე არის თქვა მე რომ ყველაზე მეტად ზეცაში უმადური ადამიანები არ უყვართ, თუმცა მე მჯერა რომ თქვა ღმერთი ცდილობს რომ ყველა ადამიანის გული მაინც მოაქციოს და ისე სიკეთისაკენ. ასე რომ ეს მომენტი რომ თქვა მადლიერება ერთ-ერთი თქვა ვალდებულებად გვაქვს ჩვენ ხო ეს ქრისტიანმა ყოველთვის უნდა გაიხსენოს რომ წირვა ეკლესიაში საგანგებოდ მოგვიწოდებენ ხო ყოველ წირვის განმავლობაში რომ წირვის დროს რომ მადლობდეთ უფალს და მე ჩვენ ბევრი რაღაცისთვის მადლობთ ღმერთს. ანუ ეს არის მოწოდება ეკლესიისად. მადლობდეთ. სხვათა შორის
პირველად სასულე პერიოდო გავხდი და შევეხი აი ამ სახლის მსახურო წიგნს, რომელსაც კურთხევანი ქვია. იქ ერთ-ერთი ამოვიკითხეს, რომ ეს სამადლობელი პარაკლისი და სათაურში და შესავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოძღვარმა უნდა ასწავლოს თავის მრევლს, რომ მადლიერი იყვნენ ღმერთისადმი, თქვა თუნდაც იმ ცირედი სიკეთის გამოვლენისათვის, რასაც ღმერთი ყოველთვის ჩვენს მიმართ გამოხატავს ხოლმე. არის თუ არა მამა ირაკლი ზოგადად შიში, აი, როდესაც ადამიანს არასწორად აქვს გააზრებული უფლის შიში, საზიანო პირიქით მისთვის და შეიძლება თუ არა ხელი შეუშალოს ღვთისმსიყვარულში და სწორად აღსრულებაში ცნებების რაც დაგვიტოვა. აი არსებობს კი რა თქმა უნდა ამის საშიშროება არსებობს თუ ადამიანი თქვა არასწორად გაიაზრეს ზოგადად ღმერთი რომ აი ღმერთი მას მიაჩნია როგორც უზურპატორი რომელიც ზის სადღაც ღრუბლებში და ერთადერთი სურვილი ხო ადამიანს რაღაცა ცოდვებში გამოიჭიროს ეს თქვა ეს დამოკიდებულება თქვა თუ ადამიანმა შეიქმნა ღმერთისადმი ეს ძალიან არასწორია და ეს მიყავს მე ადამიანის სხვა სიმახინჯემდე ზოგადად თვითონაც მე ყველაზე სასტიკი ხდება ხოლმე სხვათან ურთიერთობაში თუ კი ვიღაცა რაღაცას აშავებს ხო გახსოვთ სახარებაში როგორ არის რომ როდესაც მიიყვანენ მეძავ ქალბატონს ბაცხოვართან და ეუბნებიან რომ აბა მოსენ დაგვიწერა რომ უნდა ჩავქოლოთ ხა მოსენ დაწერა თქვა იმას თავის მიზეზები ქონდა თქვა რომ ეს ერის თქვა გარყონას ერის გაფუჭებას თქვა გაფუჭებისაგან იცავდა თქვა რომ ეს კაცრი კანონები ყოველთვის მაგიტო იყოს ველად მაგრამ ესე იგი მას ხო საოცარ რაღაცას ეუბნება ხო რომ ვინც უცოდველი პირველი ქვა იმან დაარტყას ანუ თუ ადამიანმა ღმერთი დაინახა როგორც აი ეს მოძალადე თქვა ვიღაცა რომელსაც ჩემს სიყვარულთან არაფერი არ აკავშირებს ხო მე თვითონაც სასტიკი ხდება სხვათან ურთიერთობაში ხო რა თქმა უნდა ეს თავის თავში საშიშროებას ატარებს ამიტომ არის რომ ქრისტიანი ყოველთვის აი ღმერთს უნდა იცნობდეს წმინდა წერილის მეშვეობით ღმერთს უნდა იცნობდეს თავ მოძღვრის მეშვეობით და პირადი ურთიერთობითაც, იმიტომ რომ პირდაპირ წერია ფსალმუნები იქშია, გინდა წმინდა წერილში რომ განიცადე და იხილე რამ თუ ტკბილარს უფალი. პირდაპირ ამოს დავით ფსალმუნი. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ხო ეს პეტრე მოციქულს უწერია რომ თავის კათოლიკების სოლეში რომ უკეთო გიხილად რამ თუ ტკბილარს უფალი, მაშინ თქვენი ცხოვრების ჟამი შიში დაღასრულეთ, რომ თქვა რაღაცა ამ სიტყვებას არ დააკლდეთ. რა თქმა უნდა, ეს საშიშროება ამის არსებობს. რაღაც თქვენ ახსენეთ სოფელ. ამიტომ არის რომ აი ეს ქრისტიანი თქვა რომელიც თავის ქრისტიანობას კარგად არის, ის ძალიან სავალალო მდგომარეობაში არის. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თქვა აი როცა ადამიანი თქვა თუ ამას აი ამ თემას ვეხებ, თუ ღმერთის სიყვარულია და ჩვენ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, მაშინ რაღაცა არსებობს, თქვა ხო ხშირად ამბობენ თქვა ჯოჯოხეთი და ეკლესიის მამები ამბობენ რომ ეს ღმერთმა ყველა ჩვენგანს ეს მოგცა თავისუფალი ნება და მამა პასიათონელი ამბობდა საოცარ სიტყვას რომ მე მჯერაო ჩემი შინაგანი გულისხმა მეუბნება რომ ჯოჯოხეთში მყოფა 80 ესე იგი 90% ადამიანებისა ის არ არის ღვთის მგმობელი ადამიანი თქვა ესენი თქვა ვიცი თქვა რაღაც უძლურებიდან გამომდინარე მოხდა თქვა და აი ამ სატანჯოლის ადგილში და თქვა არის ესე იგი იმედი იმისა რომ ეს ადამიანი თქვა ამისგან დაიხსნებიან მაგრამ ხა წარმოგიდგენთ რომ ვიღაცა ვისაც არის ამ სამყაროში არსებობს ვიღაცა ისეთი რომელსაც პირდაპირ მტრობა გამოუცხადა ღმერთს მის კანონებს მის თქვა სიყვარულს აი დემონური სული შეყრობილი ადამიანი თქვა ხო ღმერთი მის თავისუფლებასაც პატივსცემს და ხა თუ ადამიანი ხა ესეთი ადამიანი რო აიყვანო თქვა ნაძალადება თქვა სასოფელოში დასვა მისთვის ღმერთთან ყოფობა უფრო მეტი სატანჯველი იქნება ვიდრე თქვა ჯოჯოხეთში ყოფნა არის ხვდებით ამიტომ არის რომ ეს ადამიანმა იაქვე ამქვე უნდა მოვასწრო თქვა რაღაცნაირად ღვთის შიშით გამსჭვალვა რომელიც შიში ძალიან ბევრი ცუდისაგან ადამიანს ანთავისუფლებს აი ჩვენთან მე რო პატარები მოდიან ხოლმე სწორედ ესეთ რაღაცას ვეუბნები რომ აი სადაც ცოდვა არის იქ ღმერთი ვერ არის იმიტომ რომ ღმერთი ეძებს როგორც აი ფუტკარი ნექტარს ეძებს მადლი ღვთისას აი სწორედ აი ესეთ სუფთა გულს ეძიებს და ეხლა წარმოგიდგენთ რომ ადამიანს თქვა რომ უნდა რომ სადღაც დინარის კალაპოტში ხიდის ბურჯი ააშენოს პირდაპირ რომ თქვა ჩაყაროს თქვა ეს მოზელილი თქვა მასა ცემენტის თქვა ის წყალი წაიღებს მაგრამ თუ რაღაცა ვაკუუმი არ შექმნეს ან თქვა რაღაცა წყლისგან არ შემოზღუდეს რაღაცა ტერიტორია ისე თქვა ბურჯი არ აშენდება ხო ესე ვერ ჩვენი ცხოვრება ჩვენ რო
ლოცვას გავუბივართ ღვთის თუნდაც ღვთის შიშით, აი ამით ღვთის მადლი მკვიდრდება ჩვენში და ღვთის მადლს მივყვართ მე იმ საოცარ გზნობამდე, რომელსაც ღვთის სიყვარული ქვია. ძალიან დიდი მადლობა მამა ირაკლი მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. მადლობა. შევახსენებ მაყურებელს, ჩვენ სტუდიის სტუმარი იყო დიდი ღუმში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. 9 საათია, ერთად აღვავნოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია,
ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო.
დავბრუნდით ეთერში, შეგვიძლია ვნახოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი, გაგაცნობთ ჩვენ სიუჟეტში მეთოჯინე ნანა ყაულაშვილს, რომელსაც ესტუმრა ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი, შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი და კვლავ დავბრუნდებით ეთერში. ხანდახან არის რომ ვიცი წინასწარ წარმოდგენილი მაქვს პერსონაჟი, უკვე ვიცი რა უნდა ჩავაცვა, მაგრამ როდესაც ჩავაცმევ არ იხდენს არა. და ხვდები რომ ის ამისი არ არის, გავხდი და მე უკვე ხელახლა დაიწყება. დღემდე ვსწავლობ. დღემდე ხან ისეთ რაღაცას აღმოვაჩენ, რომ ფიქრობ, ეს აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე. პროფესიით ექიმი ნანა ყაულაშვილი უკვე 10 წელია ხელნაკეთ თოჯინებს ამზადებს. ბავშვობიდან კერავდა, პირველი თოჯინა კი თავისი შვილისთვის გამოძერწა. მოქარგული ხატები, თოჯინები, სანათები, აქსესუარები, ყველაფერი, რასაც მის სახლში ნახავთ, საკუთარი ხელით აქვს შექმნილი. ყოველივე ეს კი მთლიანობაში ერთზღაპრულ და ფერად სამყაროს ქმნის. ეს ისტორია დაიწყო ჩემი ბავშვობიდან. მაშინვე რაღაცა რბილს სათამაშოებს ვკერავდი ხოლმე, ქსოვილისგან რაც მქონდა იმისგან. შემდეგ უკვე აბიტურიენტობის პერიოდში ამისი დრო აღარ მქონდა, თავისთავად ცხადია და მე შვილი რომ შემეძინა 90-იანი წლები იყო, არაფერი არ იშოვებოდა და მე გადავწყვიტე რომ მე თვითონ შევუკერავ მეთქი, შევუკერე ქსოვილისაგან ისევ და აი იმის მერე უკვე დიდი ხანია ძალიან უკვე ვკერავდი გარკვეული პერიოდი რბილებს მხოლოდ ქსოვილისაგან. აი ეს კერე, ხან ასეთი სამოსი, ხან ისეთი, მერე უკვე კარკასიც გავუკეთე ტანზე, გავართულე, მოვიძიე რა, რისგან შეიძლებოდა გამეკეთებინა, ინსტრუმენტები არ მქონდა, მერე სტომატოლოგიური ინსტრუმენტები შევიძინე და დავიწყე. არ ცხადო, არ ძეწვა, არაფერი არ ვიცი, უბრალოდ მინდა ძალიან. არ მეძინა ღამეები, ვფიქრობდი ეს როგორ და როგორც იქნა ერთი თვის თავზე ამდენი წვალება არ ქვია, ამას ქვია დიდი სიამოვნება, რაღაც დიდი სიახლე რაც ხდება შენ ცხოვრებაში და დავასრულე ეს ყველაფერი და იქიდან წავიდა უკვე 10 წელზე მეტია. უმეტესად მშვიდ გარემოში მუშაობს, ზოგჯერ კლასიკურ მუსიკას უსმენს. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ყველა თოჯინას მაღალი გემოვნებისა და ხარისხის ტანის სამოსი ეცვას. სწორედ ამიტომ თითოეულ პერსონაჟს უდიდესი ყურადღებით მოსავს. მე თვითონ ვკერავ, ჩემთვის სამოს, ყოველდღიურს არა ისეთი გამოსასვლელი, თუ კი რაღაცა მინდა ორიგინალური, მე ვიკერავ. ბავშვობიდან ასეა, ამიტომ ამათზეც ვრცელდება, ამათვისაც ყველაფერს მე ვკერავ აბსოლუტურად. ხანდახან არის რომ პერსონაჟია, მყავს ეგეთი ელფი, რომელსაც წითელი ფერი მაქვს, ესეთი გამოყენებული, იქ უბრალოდ მჭირდებოდა. ძირითადად პასტელური ტონები, ყიდულობ იქ ფრანგულარშიებს და რაღაცებს, თუ აღარა მაქვს და აქავარ, მაშინ ისიც უნდა დავაძველო, მოვკუჭო და ასე შემდეგ. გამოვიყენე ჩემი ანატომია, რომელსაც სამედიცინოზე ძალიან წვრილ-წვრილად ვსწავლობდით, ძვალი, მყესი ყველაფერი და ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა. მის სახლში ნახავთ ქართულ თემაზე შექმნილ თოჯინებსა და საახალწლო კოლექციებსაც, რომელთა პერსონაჟებიც თავიდან ბოლომდე ხელითაა გამოძერწილი. ერთხელ თოჯინების დასათვალიერებლად სკოლის მოსწავლეები ესტუმნენ. პატარებმა მუშაობის პროცესზე ბევრი შეკითხვა დაუსვეს. როგორც თავად ამბობს, იმ შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა იდეა, რომ ყველა პერსონაჟისთვის თავისი ამბავი შეეთხსა. ეს არის ჩემი ბოლო ნამუშევარი. ამას ქვია გაცვეთილი პუანტების ელფი. ესეთი რაღაცა აქ, ესეთი. ესე იგი, ოპერის თეატრის სარეკვიზიტოში თუ ყოფილხართ, იქ უამრავი საინტერესო რამალაგია, მაგრამ დევს ერთი ძალიან დიდი ყუთი, რომელშიც გაცვეთილ პუანტებს ყრიან. ეს არის პუანტი, ეს არის პაპიე-მაშე, რომელიც გავაკეთე. და აი იმ პუანტების ყუთში, იმას თავისი ელფი ყავს და ცხოვრობს გაცვეთილი პუანტების ელფი.
რომელსაც ბალეტი ძალიან უყვარს და ასე შემდეგ და გადაწყვეტს, რომ როგორც ეს პუანტები დაფრინავენ სცენას, ასე იფრინოს და გააკეთებს თვითფრინოს და ასე შემდეგ ეს ფრთები და ასეთი ისტორიები გვაქვს ჩვენ. ამას შეუძლია ეს სათვალეებიც გაიკეთოს ფრენისას. მეთოჯინე ნანა ყაულაშვილი ხშირად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. უახლოეს მომავალში კი წიგნის გამოცემასაც გეგმავს, რომელშიც მისი შექმნილი თოჯინები მკითხველს თავიანთ ისტორიასა და თავგადასავალს გააცნობენ. დიდი მადლობა ნინის ამ ძალიან ლამაზი და საინტერესო სიუჟეტისთვის. დაგებრუნდით სტუმართან ერთად დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით 8 თებერვალს იმართება ლოცვითი მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისაკენ. სადაც რა თქმა უნდა აღევლინება პარაკლისი, საზეიმო მსვლელობის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის 8 წლისა და ორგანიზაცია დავითიანის შესახებ გვესაუბრება მოძრაობა დავითიანის ინტელექტუალური განვითარებისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი ბერაძე. დილამშვიდობის მამა გიორგი. დილამშვიდობის სამებით მე თქვენ აგლოცოთ. მამა გიორგი, სადმშრალოდ ვისაუბრებდეთ მოძრაობა დავითიანის შესახებ, თუ რა სიახლეები გაქვთ და როგორ გაიმართება მსვლელობა, ამ ყველაფრის შესახებ ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი მინდა გკითხოთ, როგორია დავით აღმაშენებელი, თქვენი თვალით დანახული და რა ასპექტებს გამოხობდით მისი მოღვაწეობისა და ცხოვრების? დიახ, კარგი შეკითხვა არის. პირველ რიგში ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ისტორიულ თარიღებზე და პიროვნებებზე ისტორიულზე, ეკლესიაში მათი როლი და მათი წმინდანობა არის ხაზგასასმელი რა კრიტერიუმებით ხდება, რადგანაც ხშირად ბევრი ერის ადამიანი გვისურვებს შეკითხვას, რომ რა კრიტერიუმია, ჩვენ ვიცით, რომ მოღვაწე ბერების, აღსარებლების, სხვადასხვა სახის მოღვაწეების სიწმინდე და წმინდანობა უფრო აშკარაა ხოლმე, ვინც აი ესე ფიზიკურად ღვაწლშია, მაგრამ დავით მეფე თავისი ბუნებით არის მაგალითი იმ ერისკაცის და იმ ხელისუფლის, რომელიც გარდა იმისა, რომ ბრწყინვალედ ასრულებს თავის მოვალეობებს, როგორც მეფე და ჩვენ რა თქმა უნდა ისტორიულად აი ორი სიტყვით რო აღვნიშნოთ, მისი ღვაწლი ეს არის ფაქტობრივად ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში. ოქროს ხანა არა მარტო საქართველოს გამთლიანების და ასევე ტერიტორიების გაზრდისაც კი ისტორიული ტერიტორიების შემოერთებით ნიკოპსიდან და რუბანდამდე როგორც იტყვიან. ეს არის ასევე დიპლომატიური ურთიერთობების ჩასახვა, ეს არის ასევე კულტურულ, ისტორიული და ასევე რელიგიური აღზევების ხანაც და ალბათ ეს ყველაფერი ერთად რომ იყო, ამიტომაც მოახერხა დავით მეფემ ყოველივე და მასში იმის და მიუხედავად რომ სხვათა შორის მის თაობას და ეს ბევრმა არ იცის, მისი უპირველესი ერთ-ერთი რეფორმა 1103-დან 1105 წლამდე ეს იყო საეკლესიო რეფორმა, რუის-ურბნისის კრება და უნდა აღნიშნოს აქვე მისი აღმზრდელის როლი, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის როლი, მის გარეშე გამორიცხულია რომ დავით მეფე 16 წლისა ესეთი ასე ვთქვათ, სიბრძნით და გამოცდილებით ქონოდა მას შესაძლებლობა მართვისა, თუმცა ეს პიროვნული უნარები და მის ეს სულიერი შეწევნა წმინდა გიორგი ჭყონდიდელისა გახდა იმის საფუძველი, სწორედ სულიერი კუთხით და კულტურული კუთხით მოღვაწეობიდან დაიწყო მისი უკვე შემდგომი ღვაწლი. ასევე საინტერესოა, რომ რუის-ურბნისის კრების შემდეგ მის თაობაში ზოგადად დავითი არ იყო დიდად განდიდებული, დავით მეოთხე და თუ არ ჩავთვლით იმ რიგ გამარჯვებებს, მათ შორის 1121 წლის დიდგორის ბრძოლას, მას ხალხი აღიქვავდა როგორც რაღაც დაუნდობელ და მკაცრ მეფეს. მაგრამ რეალურად ოქროს ხანის მთავარი, ასე ვთქვათ, შემადგენელი კომპონენტი იყო ის, რომ ის შეუპოვარი და დაუნდობელიც კი იყო იმ ადამიანებისადმი, ვინც ქართულ სახელმწიფოებრიობას
ან თუნდაც ზნეობას, ასე ვთქვათ, უპირისპირდებოდა და ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ დავით მეფე არის გამორჩეული. გარდა მისი სამეფო ღირსებებისა, ის განსაკუთრებულად მოღვაწეობით გამორჩეოდა ქრისტიანული კუთხით, როგორც შეეძლო ის წელიწადის განმავლობაში რამოდენიმეჯერ კითხულობდა 60 ქულოს სახარებას, მას მუდმივად თან მიკონდა წიგნები, ის მუდმივად ეზიარებოდა და აზიარებდა ლაშქარს, ასე რომ ის მრავალი თვისებით დაჯილდოებული მეფე იყო და ასევე მნიშვნელოვანია მისი გავლვანი სინანულისანი, რომელიც ფაქტობრივად მისი ეს ნეფსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვები, რომლებიც ყველა მართველის ცხოვრებაში ალბათ ხდება, მან გულწრფელად მოინანია და გულწრფელად შეინანა მისი ეს ყოველივე და დაწერა საოცარი ძეგლი. ეს მეტყველებს მისი სულის აყვავებაზე, სინანულის და გარკვეულწილად გულის დამდაბლების შემდგომ. ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდებით ყოველი წლის 8 თებერვალს და აღნიშნავთ შეიძლება ითქვას გრანდიოზულად ხომ ამ დღეს. როგორ იმართება ყოველწლიურად ეს რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ აღინიშნება საქართველოში 8 თებერვალი და ლოცვის მსვლელობაზეც რა თქმა უნდა ვისაუბრებთ შემდეგ, რომელიც წელსაც იქნება ბუნებრივი. დიახ, რა თქმა უნდა, ლოცვითი მსვლელობა თითქმის აი სტანდარტულად რო ვთქვათ, იგულისხმება ხოლმე ყოველთვის ესე იგი დავითიანის ორგანიზებით ტარდება ხოლმე ეს მსვლელობა მთელი თბილისის მასშტაბით, ყველა ტაძარში თავის დაავლინება წირვა, მაგრამ დღეს მასშტაბები არის გაზრდილი და დღეს 8 თებერვალს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო იქნება ეს ღონისძიება, დაწყებული ასე იგი დილიდან, სამების ტაძრიდან დაიძვრება მრევლი და მომლოცველები დიდგორის მიმართულებით, შემდეგ დიდგორიდან მოხდება უკვე გადანაცვლება მცხეთისკენ და უკვე შემდგომში ქალაქში შემოსვლისას მოძღვრები, სასულიერო პირები აკურთხებენ მაცხოვრებლებს და ქალაქის, ასე ვთქვათ, შემხვედრ ადამიანებს და ვფიქრობთ, რომ ეს და ბოლოს უკვე საღამოს იქნება დასვენითი ღონისძიება, როდესაც აინთება კელაპტრები და ჯვარს დასახავენ ახალგაზრდები, ეს არის მნიშვნელოვანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჯვარს დასახავენ ასე ვთქვათ ხალხს. და ეს არის ფაქტობრივად სიმბოლური გარკვეული გაგებით, მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა დაგვაუწყდეს რადგან ამ სიმბოლოს უკან. ამ სიმბოლოს უკან დგას ერთიანობა, რაც ქართულ ხალხს მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს ძალიან აკლია და ის სამწუხარო ვითარება, რაც დღეს ხდება და არასწორი დამოკიდებულებები, არასწორი რაღაცა ვთქვათ მოქმედებები რაც ხდება და ახალგაზრდების შეიძლება შევიწროებათ, შეიძლება ჩაგვრაც, ძალადობას ეს რა თქმა უნდა ამ ერთობას და ამ ყველაფერს ხელს შეუშლის. და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის უნდა ვიმსახუროთ და ჩვენი ორგანიზაციაც და ჩვენი მოძრაობაც სწორედ ახალგაზრდებისკენ არის მიმართული და ზოგადად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოებაში აზრის პოლარიზებებისგან თავი შევიკავოთ და ვეცადოთ, რომ გავერთიანოთ ერი. ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის საუბარი რაღაცა ვთქვათ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ერთმანეთი არ გავწყვიტოთ და ერთმანეთი არ ასე ვთქვათ დავაზიანოთ. მამა გიორგი, რაც შეეხება ლოცვით მსვლელობას, მისი შინაარსის შესახებ და მისი დანიშნულების შესახებ მინდა კითხოთ, თუ რას მოიცავს ის თავისთავში და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის? დიახ, ლოცვითი მსვლელობის შინაარსი არის ისე და ისე უპირველესად ერთობა ქართველი ხალხისა და ასევე ვინაიდან ეს არის ახალგაზრდული მოძრაობა, მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდებმა დაინახონ და შეიგრძნონ ის მნიშვნელობა ფაქტობრივად ამ ღონისძიებაში, მნიშვნელობა დავით მეფისა, მნიშვნელობა ოქროს ხანისა და მნიშვნელობა იმისა, რომ ეს ესტაფეტა ერთიანობის მათ უნდა მიიღონ და მათ უნდა გააგრძელონ ფაქტობრივად და ჩვენ რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ ამის პროექცირება წარსულის აწმყოში, ეს არის ლაშქარი ფაქტიურად, რომელმაც ასევე უნდა გაიმარჯვოს მტერზე, ხილულზე და უხილავზე ამ ერთიანობით, ლოცვით და ღმერთთან ყოფნით და მშვიდობით, რა თქმა უნდა, ოღონდ ეს მშვიდობა, როგორც ესე იგი დავით მეფის მემატიანე ამბობს, ვიბრძვით იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. აი ესეთ მშვიდობაზე არის საუბარი. მამა გიორგი, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ინტელექტუალური განვითარების და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ბრძანდებით და ამ განყოფილებაზე მინდა კითხოთ, როგორც ვიცით, ახალი შექმნილია თქვენ ხელმძღვანელი ბრძანდებით, როგორც უკვე მოვახსენეთ მაყურებელს, რას ემსახურება ამ განყოფილების არსებობა, რატომ არის მნიშვნელოვანი და ახალგაზრდებს რა საქმეს უკეთებს განყოფილება, რომ ეს უთხრათ ვამბობთ მაყურებელს. დიახ, ეს განყოფილება სულ რამოდენიმე ხნის წინ ჩამოყალიბდა ბატონი კოტეს და
გიორგის ასე ვთქვათ ინიციატივით და შემოთავაზებით დავთანხმდი ამ ფუნქციას საკმაოდ საპასუხისმგებლოს და ფაქტობრივად ჩვენი მიზანი ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის სწორედ ახალგაზრდობა და ახალგაზრდობის ასე ვთქვათ ჩართულობა პროცესებში კი არა ჩვენი ჩართულობა ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში არის მიზანი და შეიძლება ჩვენ ცალ-ცალკე სასულიერო პირები, ცალ-ცალკე მოძღვრები ვცდილობთ მათთან ურთიერთობას, მაგრამ საერთო პლატფორმა, სადაც მათ გავეცნობით, სადაც მათ მოვიწვევთ, სადაც მათ უჩვენებთ ფილმებს, განვიხილავთ მათთან ერთად წიგნებს, მათ გულწრფელ შეკითხვებს, ან შეიძლება კრიტიკულ დამოკიდებულებასაც უპასუხებთ. და ამას შევძენთ არა მარტო აი ასეთ ფორმატს, არამედ საგანმანათლებლო ფორმატსაც, მაგალითად საკლუბო მიმართულება ციგნიერი ლიდერი, რომელსაც მეათე კლასელებთან წლებია დავითიანი ატარებს, მას ცოტა სისტემური ხასიათი შევძინეთ, მოვიწვიეთ მოძღვრები და კიდევ ვაპირებთ ბევრი სასულიერო პირის ჩართვას ახალგაზრდებთან, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე უფრო ზრდასრულებთან, ახალგაზრდებთან, იმისთვის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტად შევიგრძნოთ მათი მაჯისცემა. და მათ შევთავაზოთ არა მარტო დაუშვათ სამქადაგებლო მისიონერული მიმართულება ჩვენი კუთხით, არამედ საგანმანათლებლოც და ციგნიერი ლიდერი და სხვა პროექტები, რომლებიც ახლახანს გქონდა განხილვა ფილმისა ღვთისკაცი, რომელიც წმინდა ნექტარ ზეგინელის ცხოვრებას ეხება, ახლა კვირას გქონდა და აი ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი ასევე პირველი ღონისძიება უკვე უშუალოდ უფროს ჯენზისთან, ასე რომ ვთქვათ, ანუ ახალგაზრდებთან და ერთია სურვილი ვთქვათ და ის გეგმა რაც თქვენ გაქვთ დასახული მიზნად და ის სურვილი რომ შეიძლება მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ ყველაფერში, ხო და მოძრაობის წევრები როგორ შეიძლება გახდნენ მოძრაობა დავითიანს, როგორ შეიძლება რომ შეუერთდნენ და განაგრძნოთ თქვენთან ერთად ეს ავალი გზა. ყველა ადამიანს შეუძლია რომ შემოგვიერთდეს თუ აქვს ამ კონკრეტული ინტერესი ჩვენ ბევრი მიმართულებით ვცდილობთ რომ გავახორციელოთ პროექტები ისევ და ისევ საგანმანათლებლო და მისიონერული კუთხით და ჩვენ აი ვაქვეყნებთ მუდმივად ამ სიახლეებს და ვისაც ექნება სურვილი ნებისმიერ ის იქნება კინოჩვენება, თუ წიგნის განხილვა, თავისუფალი საუბრები მოძღვართან და რაც შეეხება სასკოლო მიმართულებას იქნება რეგისტრაცია და სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მოხდეს ამ ძალიან მარტივი ელემენტარული საბუთების შევსება და მოხდება უკვე საკლუბო ვთქვათ მიმართულებით რეგისტრაცია. სხვა მხრივ, სხვა ღონისძიებებში დასწრება აბსოლუტურად თავისუფალია, ხდება ჩაწერით და ფაქტობრივად ჩვენი ინტერესიც ეს არის, რომ რაც მეტი გულანთებული ადამიანი მოვა და მით მეტად დაუმეგობრდებით მას და შევქმნით მათთან ერთად ამ დამეგობრების კერას, ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ. აი ჩვენი საუბრის ბოლოს ჩვენ დღევანდელი შეხვედრა შევაჯამოთ მამა გიორგი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ლოცვითი მსვლელობის მნიშვნელობის შესახებ ჩვენს მაყურებელს და ასევე უთხრათ კონკრეტულად ისევ განმეორდეთ 8 თებერვალს სად და როგორ შეიკრიბება მრევლი. კი ბატონო, როგორც უკვე აღვნიშნე, ლოცვითი მსვლელობის მნიშვნელობა პირველ რიგში არის ერთობა, ერთობლივი ლოცვა, ერთობლივი ასე ვთქვათ აღვლენილი მსახურება ღვთისადმი და წმინდა მეფე დავითისადმი და ეს არის გაერთიანება ქართველი ერისა და აღნიშვნა და გარკვეულწილად გახსენება იმ ოქროს ხანისა, რომელიც არსებობდა 900 წლის წინ და რომელიც დღესაც ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ ეს ასე ვთქვათ ანთებული ცეცხლი შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. შეეხება მსვლელობას, დეტალური ცხრილი გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე, თუმცა მონახაზი რომ გითხრათ, 10:30-დან დაიწყება შეკრება სამების საკათედრო ტაძარში, შემდეგ იქნება ეს მსვლელობა გაგრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდგორის მიმართულებით, იქიდან მცხეთაში, ხოლო შემდეგ ასევე 24 სკოლის წარმომადგენლები შეუერთდებიან აღმაშენებლის ხეოვნიდან ამ მოძრაობას და ბოლოს დაგვირგვინდება ისევ სამებაში პარალელურად მოხდება ქუჩების კურთხევა, ლოცვა, პარაკლისები აღევლინება და ამით უფალს შევთხოვთ, რა თქმა უნდა, ქართველი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთეს, მშვიდობას და ერთიანობას. წინასწარმული ლოცავთ დავითობას და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი და გამშვიდობთ. მადლობა თქვენ მოწვევით. მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ მოძრაობა დავითიანის ინტელექტუალური განვითარებისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი პერაძე. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და რეგინა მსიტველიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.